ბიძინა ივანიშვილმა ბეშუმში აჭარლები ვერ იპოვა. ქართული ოცნების ლიდერი ბეშუმობის დღესასწაულზე მივიდა და ნაციონალური მოძრაობის აქციაზე მისვლა გადაწყვიტა. ივანიშვილი ბეშუმის ორღობაში მომხრეებთან ერთად გამოჩნდა. პოლიციამ ქართული ოცნების აქტივისტებს სთხოვა არასულიყო შეკრების ადგილზე, რადგან ერთ ადგილას ორი აქციის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა. ივანიშვილის გამოჩენას ბეშუმელების ემოციური რეაქცია მოყვა. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პირველად ავიდა ბეშუმობის დღესასწაულზე, განაცხადა, რომ იქ ვერც ერთი აჭარელი ვერ ნახა. ქართული ოცნების ლიდერმა ხელვაჩაურის გამგებლის ინიციატივით ნაციონალური მოძრაობის ქუდი დაიფარა და ბეშუმი ამ ქუდით დატოვა. ჩვენ ამოვედით დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად, დღესასწაულზე მონაწილეობის მისაღებად. როგორც ნახეთ, ჩვენ გავიარეთ სოფელში, ვიყავით ცენტრში ბეშუმის, მივესალმეთ მოსახლეობას, ამის შემდგომ სადაც თავშეყრის ადგილია ცენტრალური, როგორც იყო ეს ტრადიციულად იქ ვაპირებდით მისვლას. ის ინფორმაცია, რასაც ავრცელებდნენ, რომ ღამის 2 საათიდან აქ ავტობუსებით ხალხს იდავდნენ და ამოიყვანეს სონდერების დიდი რაოდენობა და ამოიყვანეს სხვადასხვა კუთხიდან. აქ აჭარლები პრაქტიკულად არ იყვნენ. ამ ხალხმა, როგორც ნახეთ, აი გადავიღეთ კამერებზე, ჩვენ დავაფიქსირეთ. გაგვიწიეს წინააღმდეგობა. ჩვენ შეგვეძლო შემოვლით, რამდენჯერ მივეცადეთ შემოვლით, შემოგვეულო და არ შეგვეწოხებინა. არ გვაძლევდნენ გადაადგილების საშუალებას. როგორც მე ვიცი, რომ ეს დღესასწაული გაცილებით ხალხმრავალია ტრადიციულად. წელს ადგილობრივები თითქმის არ გამოსულან, იქ აჭარლების ადგილი ძალიან ცოტაა. აქ არის სხვადასხვა კუთხიდან სააკაშვილის მიერ ორგანიზებული და ამოზიდული ხალხი. აჭარის დღესასწაულს ყველა ესწრება. მთლიანი საქართველო. რა მნიშვნელობა ყველა ქართველები ვართ, ყველა აჭარლები ვართ და ყველა ქართველები ვართ. ყველა აჭარელია და მთელი საქართველო დღეს აქ არის. ეს არის ძირძველი დღესასწაული, სახალხური დღესასწაული. მე აჭარელი ხალი ვცხოვრობ ვანში და სპეციალურად ვარ ჩამოსული აქ. მე მეცხრე შრომთობას ვესწრები ბეშუმში და ამ რაოდენობის ხალხი ჯერ არ მინახავს. მე დღეს ბათუმიდან რომ მოვდიოდი არა, ზოგჯერ საცობებში ვხდებოდი აი ამ გზებზე და ესეც ხალხის სიხარულის გამოხატულებაა პირველ რიგში. კურორტ ბეშუმში მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დღესასწაულზე მისულ ცალკეულ ჯგუფსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს პოლიცია დაიცავს ყველა ჯგუფის ინტერესს, თუმცა ამავდროულად არ დაუშვებს, რომ ამდაგვარი ფაქტები დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ხულონის კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაულ შუამთობა 2012-ის აღსანიშნავად შეკრებილი იყო ადგილობრივი მოსახლეობა. ტერიტორიაზე მისულ ცალკეულ ჯგუფსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონფლიქტის აცილების მიზნით პოლიციამ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები და მოახდინა მათი ერთმანეთისგან დისტანცირება. საქართველოს პოლიცია დაიცავს ყველა ჯგუფის, მათ შორის ყველაზე აგრესიული ჯგუფის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამავდროულად გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ ყველა საშუალებებს და არ დაუშვებს, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს დაპირისპირებასა და შეტაკებაში.